მოგესალმებით. ალბათ შეიძლება გაიგიათ დისკუსიის დროს, რომ ჩვენი ქვეყანა არის ტოტალიტარული ქვეყანა, ან რომ ტოტალიტარიზმისკენ მივდივართ და დღეს თუ არა ხვალ ჩილემიშკში აუცილებლად გავიღვიძებთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ავტორიტარული ქვეყანა ვართ და ამის ყველა ნიშან-თვისება არსებობს, ერთპიროვნული მმართველობა, პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა, პარტიების აკრძალვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში თვითონ ავტორიტარული ქვეყნები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. აი მარტივი მაგალითი რო წამოიგინოთ ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც პოლიტიკურ სისტემებს აფასებს, აი ესეთი რაღაც ინდექსი აქვს სხვა ქვეყნების პოლიტიკური თავისუფლებების და თუ დააკვირდებით, ნახავთ რომ მათ შორის ის ქვეყნები, რომლებიც ამ რუკაზე როგორც არათავისუფალი ქვეყანა არის აღნიშნული, იქნება ეს ჩინეთი, რუსეთი, ავღანეთი და ასე შემდეგ, ისინიც განსხვავდებიან, ასე ვთქვათ, პოლიტიკური უფლებების შეზღუდვის დონით. გასაგებია, რომ საქართველო განსხვავდება აზერბაიჯანისგან, რუსეთისგან, ჩინეთისგან, ჩრდილოეთ კორეისგან, ეს ქვეყნები ერთმანეთისგან განსხვავდება. ამიტომ ზოგადად არსებობს ტერმინები, რომ ჩვენ განვასხვაოთ სხვადასხვა ტიპის სისტემები და ზუსტად დავინახოთ ჩვენი ქვეყანა როგორ არის მოწყობილი და თუ ცვლილება გვინდა ზუსტად ამოიგნოთ რა მიმართულებით უნდა ასე ვთქვათ ვიმუშაოთ, რა არის შესაძლებელი და რა არის პრობლემური. და რაც თავარია, თვითონ ეს პოლიტიკური სისტემებიც არა მხოლოდ გარეგნულად განსხვავდებიან, არამედ შინაარსობრივადაც. აი მაგალითად ესეთი ქვეყანა რო წარმოვიდგინოთ, სადაც ერთი ადამიანი მართავს ქვეყანას, რომელზეც კონსტიტუცია არ ვრცელდება, რომელსაც აქვს სრული ძალაუფლება, შეუძლია დაითხოვოს პარლამენტი, დაითხოვოს მთავრობა. ამ ქვეყანაში არსებობს პარლამენტი, მაგრამ ბოლო არჩევნების შედეგად 100% ადგილების ერთ პარტიას ეკუთვნის და ასეთი, რა ვიცი, ვერ ნახავთ რაიმე პოლიტიკურ მიტინგს, რომელიც ითხოვს ამ ერთპიროვნული მმართველის ცვლილებას. ასეთი ქვეყანა რო წარმოვიდგინოთ, მოგინდებოდა თუ არა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება. მაგრამ სინამდვილეში მე ახლა აღვწერე მონაკოს მაგალითი. ანუ მონაკოში არის ერთპიროვნული მმართველობა და ფაქტობრივად უამრავი პოლიტიკური თავისუფლების დიდი ნაწილი უბრალოდ შეზღუდული ან არ არსებობს. მაგრამ თქვენ ვერ ნახავთ მონეგასკების მოწოდებას, რომ უნდა დავამხოთ ეს ერთპიროვნული მმართველობა, დავამხოთ ტირანია და ასე შემდეგ. სულად განსხვავებული მაგალითია ავტორიტარული ქვეყნის, მაგალითად სინგაპური. იქ უფრო მეტი, ასე ვთქვათ, მახასიათებელი აქვს დემოკრატიისთვის ტიპური რაღაც გარეგნული ნიშან-თვისებები, მაგრამ იქაც არის არჩევნები, ბოლო არჩევნებზე 40%-მდე ადგილი ოპოზიციის არის, მაგრამ ყველა ვიცით, ეს ცნობილი მაგალითია, რომ სინგაპური ავტორიტარული ქვეყანაა. მათ შორის იმართება ერთი ადამიანთა ჯგუფის მიერ უკვე ბევრი ათწლეულია და მმართველი პარტია მართავს ამ ქვეყანას გამონაკლისის გარეშე მთელი ეს პერიოდი. გასაგებია, რომ სინგაპური და მონაკო ძალიან განსხვავდებიან, მაგალითად, ჩრდილოეთ კორეისგან, ჩინეთისგან, ვიეტნამისგან. და ამიტომაც ამ ყველა ავტორიტარულ ქვეყანას რაღაცნაირად მახასიათებლები აქვს, რომელიც თუ გვესმის, ვერც რომ მარტივი იქნება ცვლილებებზე ფიქრი, მსჯელობა და გზის იდენტიფიკაცია. იმიტომ რომ თუ ვიტყვით რომ მონაკო ტოტალიტარული ქვეყანაა და მონეგასკები თუ რამეს არ შესვლიან ხვალ ჩილემისკი გაიღვიძებენ, ეს ხო არ იქნებოდა სწორი. ალბათ მონეგასკების აზრით ასეთი ტიპის დისკუსია სრულიად ასმოკლებული იქნებოდა. და მაშინ რა არის ეს კრიტერიუმები და როგორ შეიძლება ამ ასე ვთქვათ ავტორიტარული ქვეყნების დიდი მრავალფეროვნების ვთქვათ კლასიფიკაცია. მე ამ შემთხვევაში რონალდ ვინტროების კლასიფიკაციას გამოვიყენებ, რომელიც ერთადერთი არის და შეიძლება საუკეთესო არ იყოს, მაგრამ მე უბრალოდ ეს მომწონს, მაგრამ კარგად აღწერს განსხვავებებს სხვადასხვა ავტორიტარულ ქვეყნებს შორის. აი მაგალითისთვის როგორ შეიძლება ამის კლასიფიკაცია გავაკეთოთ? ავიღოთ ორი კრიტერიუმი: ლოიალურობა და რეპრესიულობა. თუ ლოიალურობა საიდან მოდის? აი მაგალითად თუ რაღაც იდეოლოგია რეჟიმის უკან დგას იდეოლოგია. მაშინ ადამიანთა ნაწილი ემორჩილება
მართველს, იმიტომ რომ ეშინია, მაგრამ რაღაც ნაწილი, იმიტომ რომ ჯერა რომ ეს სწორი იდეოლოგია. ნუ ყველაზე გასაგები მაგალითი, იდეოლოგია შეიძლება კომუნისტური იდეოლოგია, ნაციზმი და ასე შემდეგ. და რეჟიმები, რომლებსაც ერთდროულად ახასიათებს მაღალი რეპრესიულობა და მაღალი იდეოლოგიური, ასე ვთქვათ, ფუნდამენტი, ამ რეჟიმებს ეძახიან ტოტალიტარულ რეჟიმებს. ანუ ტოტალიტარულია არა მარტო, ასე ვთქვათ, ძალაუფლების კონცენტრაციის ნაწილში, რეპრესიულობის და შემდეგ ის ადამიანის გონებასაც, ასე ვთქვათ, აკონტროლებს და არ აძლევს იდეების დონეზეც კი თავისუფლებას. ანუ მე ვთქვი, რომ საბჭოთა კავშირი ამის მაგალითი ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი, ვიეტნამი, კამბოჯა, ნაცისტური გერმანია, თუნდაც აი მაგალითად და ეს ყველაზე რეპრესიული რეჟიმებია. ამ შემთხვევაში ყველაზე საერთოდ კამბოჯა იყო ყველაზე რეპრესიული რეჟიმი ერთ სულ მოსახლეზე. კომუნისტები ამ კუთხით აბსოლუტური ლიდერები არიან. თუ მასშტაბს ავიღებთ, მაო ძედუნია ყველაზე დიდი მკვლელი კაცობრიობის ისტორიაში და მიუხედავად იმისა, რომ თვითონ მაგალითად კამბოჯა ბევრად უფრო რეპრესიული იყო ვიდრე ჩინეთი, ჩინეთი ბევრად უფრო რეპრესიული იყო ვიდრე საბჭოთა კავშირი და საბჭოთა კავშირი პრინციპში ბევრად უფრო რეპრესიული იყო ვიდრე მაგალითად კუბა რო ავიღოთ, საბუნებაში ეს არის ტოტალიტარული ქვეყნებია. ერთდროულად, ანუ იდეოლოგიაც უნდა ქონდეს და მაღალი რეპრესიულობა. მაგრამ თუ იდეოლოგია არ გაქვს და რეპრესიები მაღალი, ამას ეძახიან ხოლმე ტირანიას. ყველაზე ნათელი მაგალითი ამის არის სამხედრო გადატრიალების შედეგად ჩამოყალიბებული რეჟიმები, სადაც სამხედროებმა კარგად იციან როგორ მოკლან ადამიანი, მაგრამ ცუდად ერკვევიან ხოლმე უმეტესწილად პოლიტიკურ იდეოლოგიებში, ან პოლიტიკურ ინსტრუმენტებში, დებატებში და ასე შემდეგ. ამიტომ პრობლემებს როგორც წესი აგვარებდნენ ხოლმე მარტივად ვიღაცის დახვრეტით. ნუ ტირანია ეს არის სისტემა, სადაც არანაირი განსაკუთრებული იდეოლოგია არა, გენერლებს არ მოეწონათ რომელიღაც მართველი, დაქოქეს ტანკები, მოკლეს ხალხი და დაეუფლნენ ძალაუფლებას. მაგრამ როგორც წესი ასეთი რეჟიმები არ არის მდგრადი, იმიტომ რომ ნუ აი რაღაც ადამიანს უნდა შესთავაზოს. სულ ასე ვთქვათ, დიქტატი, ასე ვთქვათ, ვერ იქნება სტაბილური, თუ ეს მარტო შიშზე დგას. ამიტომ როგორც წესი ყველა სამხედრო ასეთი რეჟიმი საბოლოო ჯამში იშლება ან ტრანსფორმირდება. საერთოდ ეს კლასიფიკაცია თქონდეს პირობითი, ამიტომ რომ არის მაგალითები, როცა რეჟიმები გადადიან ერთი ჯგუფიდან მეორეზე, ან რაღაც სხვადასხვა ჯგუფების ნიშან-თვისებებს ასე ვთქვათ, აერთიანებენ. მაგრამ ზოგადად ტირანიას თავარი დამახასიათებელი არის, რომ ადამიანები ემორჩილებიან მხოლოდ იმიტომ, რომ ეშინიათ. და რადგან მხოლოდ შიშზე ძალიან რთულია აწყო პოლიტიკური სისტემა, როგორც ეს სისტემები ძალიან არამდგრადია და ან ტოტალიტარიზმისკენ მიდიან, ან უფრო ნაკლებად რეპრესიული სისტემებისკენ, ან როგორც წესი უბრალოდ იშლებიან. არის ცუდ შემთხვევაში აფრიკაში შეიძლება ტირანია ჩანაცვლეს და უბრალოდ ეს უსასრულო ციკლი იყოს ადამიანების ხოცვის და ასე შემდეგ, სამწუხაროდ ასეთი მაგალითებიც არსებობს, მაგრამ ზოგადად ძალიან რთულია ერთმა ადამიანმა, ადამიან ჯგუფმა მართოს მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანებს ეშინია. და არის ორი, ვთქვათ, სხვა ტიპის ავტორიტარული სისტემა, რომელშიც რეპრესიულობა დაბალია. და რის ხარჯზე მიიღწევა ეს დაბალი რეპრესიულობა, ანუ ერთი მხრივ ადამიანთა ვიწრო ჯგუფი მართავს ქვეყანას, ან შეიძლება ერთი ადამიანი მართავდეს ქვეყანას, მაგრამ ამათ არ ჭირდებათ ციხეში ხალხის გაშვება, ან ბევრი ადამიანის ციხეში გაშვება, არ ჭირდებათ ხალხის დახოცვა სტადიონებზე და ასე შემდეგ. რა არის ეს მიზეზი, ხო? და ამ შემთხვევაში ორი სხვადასხვა ვარიანტია. ერთი რაღაც ტიპის იდეოლოგიური ნაწილი, დემოკრატია ყალიბდება მაშინ, როცა ადამიანთა დიდარი ადამიანთა ჯგუფები, რაღაცნაირად, რასაც ჩვენ ოლიგარქიას ვეძახით, მცდარად, ხო? იმიტომ რომ ოლიგარქია ნიშნავს, რომ ქვეყანას მართავს ორი ან მეტი დიდარი ადამიანთა ჯგუფები და ამიტომ ბიძინა იმაშვილი ვერ იქნება ოლიგარქი, იმიტომ რომ ერთპიროვნული მმართველობა ერთი ადამიანია. აი მეორე ბიძინა იმაშვილი რო იყოს და რომ შეკრულები იყვნენ, ან თუნდაც კონკურენტები იყვნენ, ვიტყოდით რომ ოლიგარქია გვაქვს. მაგრამ ვინაიდან ერთი ბიძინა იმაშვილი ყავს, ამ შემთხვევაში ჩვენ ერთპიროვნული მმართველობა გვაქვს და არა ოლიგარქია და დემოკრატიასთან ოლიგარქია თავისი ფორმით ძალიან ახლოს იქნება, თუმცა თანამედროვე პირობებში ძალიან რთულია ამის მაგალითი ვიპოვოთ. აი ფორმით ოლიგარქიასთან ყველაზე ახლოს იყო უკრაინა,
ისტორიულად, იმიტომაც იქ არ ყალიბდებოდა ვერტიკალი, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი კუჩმა და მერე იანუკოვიჩი ცდილობდნენ ამის გაკეთებას და ორივეჯერ რევოლუციით დაამთავრეს. ერთხელ მშვიდობიანად დამთავრდა ეს ყველაფერი, მეორედ საკმაოდ სისხლიანი 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მაგრამ უკრაინა იმით არის ცნობილი, რომ ბევრი სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფია, ერთმანეთთან კონკურენციაში არიან და ერთი მხრივ ეს არასდროს შესაძლებლობას ჩამოაყალიბონ უფრო რეპრესიული, უფრო ვერტიკალურად ასე ვთქვათ, სისტემები მართვის, მაგრამ მეორე მხრივ არც შესაძლებლობას აძლევს ხოლმე რაღაცა მშვიდობიანად ყანად განვითარდეს და ამიტომ ვერავინ ვერ იტყოდა რომ უკრაინა დემოკრატიის შუქურა, ომამდე ხო ომის შემდეგ ძალიან რთულია საერთოდ დემოკრატიაზე საუბარი ომია და ალბათ პოლიტიკურ სისტემებზე ლაპარაკს აზრი ექნება, როცა ომი დასრულდება, იმის შემდეგ ნახოთ რა იქნება, მაგრამ ომამდე არავინ არ აიქოვდა უკრაინას განსაკუთრებულ დემოკრატიას, მაგრამ დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია რომ რაღაც ტიპის იდეოლოგიური ფუნდამენტიც იყო, რაც უკრაინას ნაკლებად ახასიათებდა და ამიტომ დემოკრატიები თავისი ფორმით ძალიან იშვიათია. შეიძლება გავიხსენოთ მაგალითად, თუნდაც დასავლური დემოკრატიები მე-19 საუკუნეში, სადაც სინამდვილეში დემოკრატია ძალიან ნომინალურად იყო და ხმის უფლება ჰქონდა 2-3% მოსახლეობის, ეს იყო თეთრკანიანი მამაკაცები, რომელსაც ჰქონდათ რაღაც ქონება, რაღაც ცენზი იყო, ფაქტობრივად 2-3 ყველაზე მდიდარი მამაკაცი, 2-3% მდიდარი მამაკაცების მართავდა დასავლურ დემოკრატიებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს მე-19 საუკუნეში. და ეს ყველაზე ახლოს იქნებოდა დემოკრატიასთან, იმიტომ რომ ეს ასევე იდეოლოგიურად იყო გამართლებული, იქნება ეს შავკანიანებისთვის უფლების შეზღუდვა, იქნება ეს ქალების უფლების შეზღუდვა, მოუწონს ეს თუ არ მოუწონს სხვა საკითხია, მაგრამ დემოკრატიასთან ალბათ ყველაზე ახლოს ეს რეჟიმები იქნებოდა და თანამედროვე პირობებში ძალიან რთულია რაიმე მსგავსის დანახვა, მაგრამ ძალიან გავრცელებული არის თინფოც, ანუ რაღაც შინაარსობრივ თარგმნოთ რონალდ ვინტროუბის ეს კლასიფიკაციის გამოვიდოდა ალბათ საფულე რეჟიმები, რომლებიც ძალიან ბევრია მაგალითი და რომლის თქვათ ავტორიტარიზმი დგას არა შიშზე, არამედ მოსყიდვაზე. ალბათ გასაგებია, რომ ჩვენი ქვეყანაც აშკარად ამ ჯგუფს მიეკუთვნება, იმიტომ რომ ნებისმიერ ტირანიასთან, ტოტალიტარულ სისტემასთან შედარებით ჩვენ ბევრად უფრო დაბალი ძალადობრივი, ასე ვთქვათ, ქმედებებს ხედავთ, ვერც სამხედრო დიქტატურასთან რამე კავშირი აქვს, მით უმეტეს ვერც ან რუსეთთან, ან ჩინეთთან, ან ვიეტნამთან და ამ შემდეგ. მაგრამ რაც ჩვენ ყველა ვიცით, რომ აი არჩევნების წინ ხდება ხოლმე ადანაშაულებენ ქართულ ოცნებას, რომ ხალხი მოისყიდა ასე შემდეგ, საბოლოო ჯამში ეს მასშტაბური მოსყიდვა, როცა რაღაც ტიპის, ასე ვთქვით, ფარული უფრო უსიტყვო გარიგება ყალიბდება, რომ ვიღაც ხალხი, ასე ვთქვით, სარგებლობს ამ რეჟიმის შენარჩუნებით და ცდილობს ამიტომ დაუჭიროს ხარი მმართველ გუნდს და მმართველი გუნდი თავის მხრივ რაღაც ტიპის ანუ ინარჩუნებს ხელისუფლებას იმიტომ რომ რჩება ხელისუფლებაში იმიტომ რომ რაღაც უმრავლესობას ან აქტიურ უმცირესობას სათნადოდ ასე ვთქვათ უხდის ფულს ან ადვილი შესაძლებლობას მიიღონ შედარებით მაღალი შემოსავალი. ასეთი მაგალითი ბევრია და ფაქტობრივად ყველა სუბუქი ტირანია, ავტორიტარული რეჟიმი ბოდიში არის ასეთი ტიპის მოდელი. მეტიც რაღაც ტიპის ავტორიტარული ქვეყნები, მაგალითად რუსეთი, ამ ეტაპს გადიოდნენ. აი მაგალითად რო ავიღოთ 2003 წლამდე რუსეთის პოლიტიკური სისტემა, რეპრესიულობა საკმაოდ დაბალი იყო და რეფორმები ტარდებოდა, სიტყვის თავისუფლება იყო შენარჩუნებული, ფაქტობრივად რაღაც დოზით კონკურენტული პოლიტიკური სისტემაც იყო, მაგრამ ელცინის მაგალითად იქნება თუ მე პუტინის მოსვლა გამორიცხავდა შინაარსობრივად ოპოზიციის გამარჯვებას 96 წელს რუსეთში ელცინმა ტექნიკურად არჩევნები წააგო, მაგრამ გააყალბა და შეინარჩუნა ძალაუფლება. და ფაქტობრივად მოისყიდა მეორე ადგილზე გასული პრეტენდენტი და ამით, ასე ვთქვათ, გაამყარა თავის ძალაუფლება, მაგრამ გარეგნულად ვინაიდან ბევრი ნიშანთვისება შედარებით თავისუფალი პოლიტიკური სისტემის იყო შენარჩუნებული, იყო ოპოზიციური მედია,
განსხვავებული პოლიტიკური პარტიები და რაც თავარია მოსახლეობის დიდ ნაწილს განსაკუთრებით 98 წლის შემდეგ, როცა ეკონომიკური ზრდა დაჩქარდა, ნავთობის ფასის დის შედეგად, დიდიაში რაღაცნაირად აწყობდა ეს ყველაფერი. თუმცა ძალიან მალე რუსეთის რეჟიმმა დაიწყო თქვა ვერტიკალის აწყობა და ბევრად მეტი ტირანიის ბევრად მეტი ნიშან-თვისებები აქვს ახლა, ვიდრე ქონდა. სხვადასხვა რუსეთი ტოტალიტარული საზოგადოების ვერ გადადის, იმიტომ რომ მას არ აქვს იდეოლოგია, ანუ ეს რუსული შოვინიზმის ამბავი ვერ ასრულებს იდეოლოგიურ როლს, იყო არაერთი მცდელობა რუსეთში ამის, მაგრამ ტოტალიტარულ საზოგადოებად რუსეთიც კი ვერ ყალიბდება, მაგალითად იგივე ჩინეთისგან განსხვავებით, აი ჩინეთი ტოტალიტარულ საზოგადოებად დღემდე, იმიტომ რომ მათ შორის იდეოლოგიაზე არსებობს და ძალიან მაღალი რეპრესიულობა, კონცენტრაციული ბანაკებია სხვა თუ არაფერი, უიგურების ავტონომიურ ოლქში მოწყობილი და უზარმაზარი რეპრესიები ან ჰონკონგის მაგალითი რო ავიღოთ, სადაც ხალხს უბრალოდ ხოცავენ, არა თუ რაღაც დებატებს არ აწვევენ, ხოცავენ და რაღაც განსაკუთრებული თავისუფლება არც სიტყვის, არც პოლიტიკური არ ფიქსირდება. ამიტომ თუ ჩინეთი ტოტალიტარული ქვეყანა, რუსეთი უფრო ტირანიისკენ მიისწრაფის და სხვადასხვა თუ შეხედათ რუსეთის ისტორიას, ტირანია ყველაზე გავრცელებული მმართველობის ფორმა იყო რუსეთის ისტორიაში. თუ აი საბჭოთა პერიოდს არ განვიხილავთ, სადაც ტოტალიტარული პერიოდი იყო, ანუ მაღალ რეპრესიულობას რაღაც იდეოლოგიური ფუნდამენტიც ჰქონდა. და რა შეიძლება ვთქვათ, თუ ასე შეხედავთ რეჟიმებს, პირველ რიგში რა თქმა უნდა გასაგებია, რომ ჩვენსა და თუნდაც ნებისმიერ მეზობელ ქვეყანასთან იქნება ეს აზერბაიჯანი, სადაც ასევე ავტორიტარული მმართველობა, თურქეთი, რომელიც ძალიან შორს არის დემოკრატიის სტანდარტებისგან, თავისთავად რუსეთი, ჩვენ ყველა ეს ქვეყანა ძალიან განსხვავდება თავისი პოლიტიკური სისტემებით. მაგრამ რა არის აქ მნიშვნელოვანი? რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? პროსტორად. თუ ჩვენ ტოტალიტარულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, მაშინ ტოტალიტარულ საზოგადოებას მხოლოდ ერთი შანსი აქვს დაიშალოს, როგორც მაგალითად საბჭოთა კავშირი დაიშალა, ან ვიღაცამ შეიჭრას ჯარით და დაამხოს ეს რეჟიმი, შიგნით უნდა მოხდეს რაღაც აჯანყება და ასე შემდეგ. ფაქტობრივად ტოტალიტარული საზოგადოების მშვიდობიანად წყნარად რეფორმირების შანსი არ არსებობს. საბჭოთა კავშირი დაიშალა, ჩვენ დავინახეთ, რამდენი ომი იყო, ხო, ჩვენ ქვეყანაშიც რამდენი კონფლიქტი წარმოიქმნა, ზოგადად საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე უამრავი სხვა კონფლიქტი იყო, სადაც კონფლიქტი არ იყო სხვა კრიმინალის და ამ შემდეგ, ანუ სამდრიში სისტემები მშვიდობიანად წყნარად არ იშლება. შედარებით ცივილიზებული მაგალითები იყო ჩეხოსლოვაკიის დაშლის ამბავი და პოლონეთის ტრანსფორმირება კომუნისტური სისტემიდან კაპიტალისტურზე, მაგრამ შინაარსობრივად ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ფაქტობრივად ესენი იყვნენ კოლონიები, საბჭოთა კავშირის კოლონიები იყვნენ და არ იყვნენ დამოუკიდებელი ქვეყნები, ამიტომ საბჭოთა კავშირი დაიშალა და ცალკეულ რეგიონში ეს შედარებით მშვიდობიანად წარიმართა პროცესი, სადღაც ძალიან აგრე სხვერპლით, დიდი სხვერპლით და ამიტომ თუ შეხედავთ ზოგადად საბჭოთა ბლოკის დაშლას, კომუნისტური ამ ვთქვათ გაერთიანების ქვეყნების არაფერი მშვიდობიანი რა თქმა უნდა არ იყო. ამიტომ ტოტალიტარული ქვეყნები ძალიან თუ ტოტალიტარულ ქვეყანაში ცხოვრობთ, მაშინ სავარაუდოდ არც ამ ვიდეოს ყურების უფლება უნდა გქონდეთ თქვენ, არც ოპოზიციური პარტიები უნდა არსებობდეს, არც დამოუკიდებელი მედია უნდა არსებობდეს და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ არანაირი კრიტერიუმით არ მივეკუთვნებით ტოტალიტარულ ქვეყანას, მით უმეტეს არანაირი იდეოლოგია, ბიზნიზმი არ არსებობს, როგორც სტალინიზმი არსებობს, მაოიზმი არსებობს, არანაირი ბიზნიზმი არ არსებობს, ამიტომ ვერანაირი კრიტერიუმით ვერ ვიქნებით ჩვენ ტოტალიტარული ქვეყანა. ტირანიაც ვერ ვიქნებით, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში რეპრესიულობა ჩვენი ხესულით ძალიან დაბალია და შეიძლება მონაკოში უფრო ნაკლები იყოს ამ კუთხით. მაგრამ არ მგონია რომ ბევრი ქვეყანა მოიძებნება ავტორიტარული ქვეყანა, სადაც რეპრესიულობა პრინციპულად უფრო დაბალია ვიდრე ჩვენთან. ამიტომ ჩვენ კლასიკური მაგალითი ვარ ამ ტიმპოც, ანუ ხალხის მოსყიდვაზე რო დგას ისეთი იდეოლოგიისგან დაცლილი ავტორიტარული რეჟიმისგან, რომელიც პერიოდულად რაღაცნაირად ძალადობს თავის პოლიტიკურ ოპონენტებზე, მაგრამ იშვიათად დაბალი მასშტაბით და უმეტესწილად ცდილობს ხალხი მოისყიდოს იმის ნაცვლად, რომ
იგზალადოს ნაცე. აი რაც ხდება ხოლმე სპექტაკლები შეიძლება დაიდგას deep stage-ზე, სპექტაკლი რევოლუციაზე, ამიტომ პური და სანახაობა ბლომად არის, მაგრამ ნაკლებად ვხედავთ უშუალოდ პირდაპირ ზალადობას. და თუ ასეა, მაშინ კითხვაზე როგორ უნდა ჩავნაცვლოთ ეს რეჟიმი, ძალიან მარტივი პასუხია. თუ დააკვირდებით ჩვენ პოლიტიკურ დისკუსიებს, იქ არაერთხელ მოგისმენიათ, რომ ტოტალიტარულ ქვეყანას, ტოტალიტარულ სისტემას ვერ ჩაანაცვლებ არჩევნებით. და ეს სიმართლეა. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ არ ვართ ტოტალიტარული ქვეყანა, ჩვენ ვართ ეს სუბუქი ავტორიტარული რეჟიმის მქონე ქვეყანა. ამიტომ ასეთი მაგალითები, რა თქმა უნდა, არსებობს. ზოგადად ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს, როცა ავტორიტარიზმი იყო ჩანაცვლებული არჩევნების მეშვეობით, ზოგიერთ იყო უშუალოდ არჩევნები, ზოგჯერ არჩევნებით გამოწვეული კრიზისი, მაგრამ უბრალოდ ჩამოთვლი და ეს არ არის ალბათ სრული სია, მაგრამ ეს ხდებოდა განაში, სენეგალში, კენიაში, მალდივებში, ზამბიაში, შრი-ლანკა, გამბია, ჩრდილოეთ მაკედონია, მოლდოვა, საქართველოს ხოთაშორის 2012 წელი ასევე არჩევნებით ჩანაცვლდა და ყველა ნიშან-თვისება ჰქონდა საქართველოს ავტორიტარული ქვეყნის და ამიტომ მაგრამ არჩევნები ჩანაცვლდა. უკრაინაც ვახსენე და აი სხვა დიდი სია საბოლოო ჯამში, მაგრამ ყველაზე კარგი მაგალითი ჩემი აზრით, რომელიც ჩვენთვის გამოდგება, პინოჩეტის რეჟიმია, რომელიც დაიწყო როგორც ტირანია, იმიტომ რომ სამხედრო გადატრიალებით მოვიდა და ცნობილია როგორ ხოცავდნენ ხალხს, როგორი პოლიტიკური პატიმრები, რომ ათობით და ასობით ადამიანი დახოცეს, ანუ მაღალი რეპრესიულობით ხასიათდებოდა პინოჩეტის რეჟიმი, ამიტომ არაფერი საერთო შეიძლება დღევანდელ საქართველოსთან მას არ ქონდეს, მაგრამ რაღაც ეტაპზე პინოჩეტის რეჟიმი ტრანსფორმირდა რეჟიმად, რომელიც შესთავაზა მოქალაქეებს, მაღალი ეკონომიკური და რეფორმები და ფაქტობრივად სცადა შეენარჩუნებინა ძალაუფლება არა იმიტომ რომ ხალხს ხოცავდა სტადიონებზე, არამედ იმიტომ რომ აი ხალხი მდიდრდებოდა და რაღაც დოზით ეს მუშაობდა და პინოჩეტი აგრძელებდა მართვას, ქვეყნის მართვას, მაგრამ როცა ერთ-ერთ არჩევნების დროს და ეს არც იყო არჩევნები, რეფერენდუმი ფაქტობრივად ახალი კონსტიტუციის პინოჩეტმა წააგო და ამას მოყვა ცვლილებები, იმიტომ რომ გასაიგები გახდა, რომ ქვეყანა არ ემორჩილება, ქვეყნის მოსახლეობას არ სურს მართლობის გაგრძელება, ამას მოყვა რეფორმები, პინოჩეტის ნაწილობრივი გადადგომა, მერე სრული გადადგომა, ბოლოში პინოჩეტი დაეჭირეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ისე მოკვდა, რომ არ იყო გასამართლებული. ოთხში ის საჯი, რომელსაც ბევრი ითხოვდა მას არ დაეკისრა. და თუ პინოჩეტის აი ამ რაღაც მეორე ნაწილს შევხედავთ, ჩვენზე პრინციპში უფრო რეპრესიული რეჟიმი, მაგრამ ტირანიამდე შორს იყო, რომელიც იდგა იმაზე, რომ ხალხს თავაზობდა ეკონომიკურ განვითარებას და რაღაც კეთილდღეობის ზრდას და იდეაში ბევრ სახელმწიფოს შესულია როგორც რეჟიმი, რომელიც ძალიან ბევრი რეფორმა ჩაატარა, ბევრი კარგი რეფორმა ჩაატარა და ასე შემდეგ. ის რეჟიმი შეიცვალა მაშინ, როცა რეფერენდუმზე ამ შემთხვევაში ერთ-ერთ ამორჩეულმა, ასე ვთქვათ, უარი უთხრა პინოჩეტის მმართველობის გაგრძელებას. იდეაში შეიძლება გავიხსენოთ, რა ვიცი, სომხეთი, უკრაინა ვახსენე, კუჩვა შემთხვევაში, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ტრიგერი ამ ყველაფრის იყო არჩევნები, ყირგიზეთში ხდებოდა, ანუ მალდივებზე როც გითხარით, ანუ არის ბევრი მაგალითი, როცა ავტორიტარული ქვეყანა, თუ ის სუსტი რეპრესიულობის ქვეყანა, როგორც საქართველო, იცვლება არჩევნებით. მაგრამ თავი პრობლემა ამაში არა არჩევნებია როგორც ასეთი. არამედ ის, რომ არჩევნებიც არის უბრალოდ ერთ-ერთი ინსტრუმენტი, როგორ მოახდინო იდენტიფიკაცია, მხარდაჭერების რაოდენობის იდენტიფიკაცია. თავი პრობლემა არა არჩევნებია ან მათი არარსებობა, იმიტომ რომ ჩვენ ვნახავთ ასე უამრავ მაგალითს. ბევრად მეც ხოთაშორის ვიდრე არჩევნების ცვლილება, როცა უბრალოდ ხალხი ქუჩაში გამოვიდა და ასე დაამხო ხელისუფლება. ამიტომ დისკუსია რომ ჩვენ ქუჩითაც შეიძლება შეცვალოს ხელისუფლება, ასევე მართებულია. უბრალოდ რა არის თავარი ამბავი? თავარი ამბავი არის ის, რომ პინოჩეტის რეჟიმი იქნება ეს თუ რა ვიცი, ნებისმიერი სხვა, სადაც არჩევნებმა დაატრიგერა ცვლილებები. ეს იყო შემთხვევები, როცა ხალხმა დაინახა, რომ ცვლილებებს უმრავლესობა უჭერს ხარს.
აი თუ მოხდა იდენტიფიკაცია იმის, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა სურს ცვლილებები, მაშინ მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებით მოხდება თუ არჩევნების გარეშე, ცვლილებები რეალისტური გახდება და მაღალი ალბათობა რომ ის მოხდება. რაც ნიშნავს ეს? პარტიამ შეიძლება არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, შეიძლება არ მიიღო მონაწილეობა და ქუჩაში ხალხი გამოიყვანონ, მაგრამ ეს უნდა იყოს ისეთი მიტინგი მაშინ, ან არჩევნების ისეთი შედეგი უნდა იყოს, რომ ზოგადად საქართველოს მოსახლეობამ არა მარტო მმართველმა გუნდმა, არამედ დანარჩენმა გაიგონ, რომ უმრავლესობას სურს ცვლილებები. რა ფორმით მოხდება ცვლილებები, რაღაც ტიპის მოლაპარაკებით თუ იძულებით, ეს უკვე სხვა საკითხია, მაგრამ ამის პროგნოზირება ძალიან რთულია, იმიტომ რომ უამრავი სხვა ფაქტორია. მაგრამ აი თქვა თუ არჩევნებში არ ვიღებთ მონაწილეობას, როგორ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება? ამისთვის უნდა მოვაწყოთ დიდი მიტინგი. საშუალოდ მიტინგზე გამოდის 1-დან 10%-მდე მხარდამჭერების. ანუ თუ აქტივობა მაღალია, ემოცია მაღალია, შეიძლება 10%-მდე ადამიანები გამოიყვანო. თუ რიგით მიტინგია და ხალხი დიდად თავს არ იგიჟებს, 1% გამოვა. ამიტომ თუ დიდი კამპანია იქნება, რომ მოდით ხალხო გამოდით, ჩვენ მოგვეს და ბიზნესმენშვილის მართლობა და აბა შევიკრიბოთ, ნუ რამდენი იქნებოდა არჩევნებისთვის საჭირო, რომ არჩევნები მოეგო ოპოზიციურ პარტიებს. ნუ მინიმუმ მილიონ ადამიანზე მეტია ქუჩაში გამოსაყვანი. უბრალოდ მილიონ ადამიანზე მეტი მხარდამჭერი ჭირდება არჩევნებს. თუ დაუშვებთ, რომ მაღალი мотиваციის პირობებში 10% ადამიანების გამოვა, მაშინ 100,000, 100, 120,000 ადამიანი უნდა იყოს ქუჩაში. და ამდენი ადამიანი საერთოდ არ გამოსულა ბოლო 5-10 წელი საქართველოში არც ერთ მიტინგზე. ჩემი წინა ვიდეოში დათვლილი მაქვს მაგალითად რამდენი ადამიანი იყო 4 ოქტომბერს გამოსული და იმიტომ რომ ოპოზიციური პოლიტიკოსები, აქტივისტები იტყუებოდნენ რომ 100,000 გამოვიდა, 200,000 გამოვიდა, ვიღაცა 500,000 წერდა. აი ამ ტყუილშია პრობლემა, იმიტომ რომ სიატრში როცა გამოდის 12,000 ადამიანი ქუჩაში, ნუ შეიძლება ივარაუდო რომ 100,000, 200,000 ხარაჭერი ყავს ამ რაღაც თქვა დამხობის, მაგრამ მეტი არა. იმიტომ რომ 6 თვიანი მოზადების შემდეგ, ნუ ალბათ 10% მართლა გამოიყვანე ადამიანების, ვინცაც ამის ჯეროდა. მაგრამ 100 და 200,000 ხარაჭერით ქვეყანას ვერ მართავ. ანუ როგორც მინიმუმ იქეთ ხარეს მილიონამდე ხარაჭერი ყავს საქართველოს ნებოსა. ამიტომ ჭირდება ამაზე მეტი, ან მინიმუმ შედარებადი რაოდენობა. ამიტომ 100,000 ეს არა მარტო ლამაზი რიცხვია, ეს არის დაახლოებით 1 მილიონი ხარაჭერის სინონიმი. ანუ 100,000 ქუჩაში ნიშნავს, რომ ზოგადად კიდე 900,000 სახში დარჩა. ასე პოლიტიკური სისტემა მოწყობილი, ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა. აი მაგათად ჰონკონგში იყო რომ 20%-მდე გამოსული იყო ადამიანების და ნუ უზარმაზარი იქ მარტო მილიონამდე გადიოდა ცალკეული მიტინგების ზომა და ნუ სხვა რაღაც ხდებოდა. ანუ ასეთი რაღაც მაგალითები არსებობს, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ რეალობაში რომ მოსახლეობამ დაინახოს, რომ უმრავლესობას სურს ცვლილებები, 100,000 ადამიანი უნდა გამოვიდეს და თუ წინა ვიდეო ნანახი აქვთ, გეცოდინებათ, რომ 100,000 ადამიანი ნიშნავს, რომ თავისუფლების მოედნიდან უნდა გავავსოთ და გავავსოთ რუსთაველის გამზირი რესპუბლიკის მოედნამდე. ანუ გავავსოთ ის კი არა, რომ ვიღაც ადამიანი ბოდიალობს იქ, აი გავავსოთ. ხო და თუ ეს მოხდება, მაშინ დიდი ალბათობით დაიწყება ჩვენ ქვეყანაში ცვლილებები. იმიტომ რომ ყველა ასეთი სუსტი ავტორიტარული რეჟიმები იცვლება თუ საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ უმრავლესობას სურს ცვლილებები. ეს შეიძლება ზოგ შემთხვევაში ხდებოდეს არჩევნებით, როცა ოპოზიცია იღებს უმრავლესობას და ამით ხდება, ასე ვთქვათ, ცვლილებების ინიცირება. ზოგ შემთხვევაში ეს არჩევნები ყალბდება და ხალხი ქუჩაში გამოდის. იმიტომ რომ მანამდე დაინახა რომ უმრავლესობას სურს ცვლილებები, ზოგ შემთხვევაში ხალხი უბრალოდ ქუჩაში გამოდის და ასე ვთქვათ, ეს არის არჩევნების დამოუკიდებლობა, მიუხედავად იყო არჩევნები თუ არა, საბოლოო ჯამში იწყება ცვლილებები. და არჩევნებიც, როგორც პირველ შემთხვევაში, შეიძლება რეფერენდუმი იყოს, შეიძლება ადგილობრივი არჩევნები იყოს, ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოდგება თუ თავარია დავინახოთ რამდენი ადამიანი იყო გამოსული. ამიტომ საბოლოო ჯამში ეს არის მიზანი, ანუ სიტყვების, ტერმინების სიზუსტე მათ შორის, იმიტომ ჭირდება, რომ თუ ჩვენ გვესმის, რომ ჩვენ ვართ სუსტი ავტორიტარული რეჟიმის ქვეყანა, ესე იგი ეს რეჟიმი მართლა შეიძლება შეიცვალოს მშვიდობიანი გზით. არ ჭირდება მაინდამაინც პარტიზანული ომისთვის ემზადებოდეთ და ხოცვა-ძლეტვისთვის და ასე შემდეგ. ეს შეიძლება იყოს არჩევნები, ეს შეიძლება იყოს რეფერენდუმი, ეს შეიძლება იყოს მიტინგი, მაგრამ მიზანი ამ ყველაფრის უნდა იყოს ის, რომ
მოსახლეობა, მათ შორის იმ ადამიანებმა, ვინც ეხლა ხელისუფლებას უჭერს მხარს, იმ ადამიანმა, ვინც ოპოზიციურად განწყობილია, მაგრამ სახლში რჩება და ქუჩაში არ გამოდის, დაინახოს, რომ ოპოზიციურად განწყობილი არის უმრავლესობა. არა ტყუილები, რა ტევპიროლის ისტერიკები და კლოუნა და არა აქტივისტების შესახილები, რომ ჩვენ ვართ მთელი საქართველო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არა ისტერიული შესახილები რუსული რეჟიმის შლემის გავიღვიძებთ და ასე შემდეგ. არამედ პრაგმატულად მარტივი ამოცანა თავისი ფორმით უბრალოდ, მაგრამ ძალიან რთული, შინაარსობრივად დაუნტკიცეთ ერთმანეთს, დაუნტკიცოთ ყველას, რომ ცვლილებები ამ ქვეყანაში სურს უმრავლესობას. და ეს არის მარტივი ამოცანა. იმიტომ რომ მონაკო იქნება ეს თუ სინგაპური ასეთი რეჟიმები, საკმაოდ გრადი რეჟიმებია, ანუ პრობლემა სუსტი ავტორიტარული რეჟიმების არის ჩნდება მაშინ, როცა ისინი ვერ ასრულებენ თავის თავარ ფუნქციას, ანუ ვერ სთავაზობენ კეთილდღეობის ზრდას საზოგადოებას. ამიტომ შედარებით ღარიბი ადამიანების რაოდენობა იზრდება, უკმაყოფილება იზრდება და ეს რეჟიმები იცვლება, ან რაღაც ოპოზიციური ელექტორატი იზრდება. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ქართულ ოცნებას ძალიან უმართლებს ამ კუთხით, იმიტომ რომ ჩვენი კეთილდღეობა იზრდება, ეს კარგი ამბავია ზოგადად ჩვენ რომ დიდრდებით როგორც საზოგადოება, მაგრამ ეს გამდიდრება თან რესურსს აძლევს ქართულ ოცნებას, რომ უფრო მეტი ადამიანი მოისყიდოს. ამ შემთხვევაში ეს გამდიდრება ისევ და ისევ ქართული ოცნების დამსახურება არის, იმიტომ რომ ბოლო ეკონომიკური ზრდა ეს არის თავიდან ბოლომდე 99% რუსეთ-უკრაინის ომის შედეგი, როცა სანქციების გამო ჩვენერი ქვეყანა, არა მარტო ჩვენ, მაგრამ ჩვენც მათ შორის გავხდით რუსეთთან ვაჭრობის, ესე ვთქვათ, დერეფანი, ერთ-ერთი გზა, სომხეთი ამ კუთხით ბევრად ეფექტიანია და ამიტომ უკეთესი ეკონომიკური მაჩვენებლები აქვს ხოლმე ომის დაწყების შემდეგ. მაგრამ ჩინეთიც ამაშია ჩართული, ინდოეთიც, საემიროები და შემდეგ. მაგრამ თავი არის ის, რომ ეს ფული შემოდის ქვეყანაში, რაღაცნაირად ილექება ჩვენ ქვეყანაში და ხელისუფლებას იყენებს, რომ გაიმარჯვოს არჩევნებზე, მოიპოვოს ხარდაჭერა. აწყოს კარგი პროპაგანდა და ასე შემდეგ. ამიტომ არსებობს ორი ვარიანტი. პირველ რიგში შეიძლება ვისხდეთ და ველოდოთ, როცა ეს წყარო შეწყდება, მაგრამ ეს ცოტა პასიური პოზიციაა და ალბათ არავის ზოგადად არ აწყობს. მიუხედავად რომ მე ძალიან მინდა რომ ომი დასრულდეს უკრაინაში და მაგრამ იმიტომ რომ ომი მინდა რომ დასრულდეს და არა ხა მაინც კოცების გამო. და მეორე ამბავია, რაც ასევე ძალიან რთულია, უნდა ამორჩეველს შესთავაზო ამ არსებულ მდგომარეობაზე ბევრ უკეთესი მდგომარეობა თან შესთავაზო ის რომ ეს დამაჯერებელი იყოს. შეიძლება პენსიონერმა მიიღო დამატებით 40-45 ლარი წელს პენსიის სახით, მაგრამ და ის კმაყოფილი იყოს, თუ ოპოზიციური პარტიები მხოლოდ რუსულ რეჟიმის ძახილში არიან, რა არჩევანი აქვს პენსიონერს? აქეთ პლუს 45 ლარი, აქეთ რუსულ რეჟიმის ძახილი. რუსულ რეჟიმის ძახილი ცხადია, ნაკლებად უნგებიანია ვიდრე 45 ლარი. მაგრამ თუ პენსიონერს შევთავაზებთ ბევრად უკეთეს ცხოვრებას და თან ისე კი არა როგორც 1000 ლარიან პენსიას რო სთავაზობდა ლელო და მე ვერ ხსნიდა საერთოდ როგორ დათვალა არითმეტიკაში და კალკულატორში ქონდათ პრობლემა. არამედ დამაჯერებლად. მაშინ შანსი გაჩნდება რომ უმრავლესობას მოუნდება უკეთესი ცხოვრება. გასაგებია რომ კონცეფტს ექნებათ რესურსი რომ კიდევ უფრო მეტი დოლარი გადააწილონ ამორჩევის სასარგებლოდ, რაც ასევე სუდი არის თუ შენ აიძულებ ასეთ ტიპის ხელისუფლებას ბოლოს თუ სასწაულებრივ კონცეფტ რეჟიმის სინგაპურის ან მონაკოს ხარეს განვითარებაში სუდი რატომ უნდა იყოს ეს, მაგრამ თუ ეს არ მოხდება, მაშინ ოპოზიციური ელექტორატი გაიზრდება და საბოლოო ჯამში ქართული ოცნებას დამარცხდება. ამიტომ რატომ არის მნიშვნელოვანი ტერმინების ზუსტი გამოყენება? პირველი, იმიტომ რომ გვესმოდეს საცხოვრობთ, გვესმოდეს რა გამოწვევების წინაშე ვართ და მეორე, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, როგორ შევცვალოთ. ტოტალიტარულ ქვეყანაში იმაზე საუბარი რომ შენ უფრო დიდარი იქნები, თუ ხელისუფლება შეიცვლება, ას მოკლებულია. ვერც ილაპარაკენ დაგიჭერენ. მაგრამ სუსტი ავტორიტარული სისტემის პირობებში შენ შანსი გაქვს ადამიანამდე მიიტანო ინფორმაცია. და თუ დამაჯერებელი იქნები საკუთარ ქმედებებში. ანუ ის ხალხი ილაპარაკებს უკეთეს ქვეყანაში, რომელიც რამე პასუხს აგებს საკუთარ სიტყვებზე, რომელსაც არ ჩვევია ტყუილების ლაპარაკი, რომელსაც ადრე არ მოუტყუებია ამორჩეველი და თვითონ ის რაც ილაპარაკებს იქნება რეალისტური და დაჯერებადი. მაშინ შანსი გაჩნდება, რომ ბევრმა ადამიანმა უარი თქვას დღევანდელ
სიტუაციაზე, სტატუს კოს შენარჩუნებაზე და ქუჩაში გამოვიდეს, ან არჩევნებზე მივიდეს და უკეთესი ცხოვრება მოითხოვოს. თუ კი ამას არ ვიზამთ, თუ კი ოპოზიციურ მედიაში იქნება ცენზურა, არ იქნება დისკუსიები და ყველაზე ყვირალა, ყველაზე სულელი, შტერი ადამიანი იქნება ტელეეკრანზე და იქიდან ხალხს ეტყვის, რომ ჩელაბინსკი აზრია და გლაპარაკს, თავარი რაღაც დაამხოთ. აი, დამთავრდება ყველაფერი ისე როგორც დამთავრდა 4 ოქტომბერს, რომელიც ვერც რევოლუციონერებმა ვერ იხეირეს, იდეაში ვერც ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ იხეირეს, იმიტომ რომ ამორჩეული არ მივიდა არჩევნებზე და ქართულ ოცნებას კიდევ უფრო გაამყარა თავისი ძალაუფლება. ასე რომ, კი ჩვენ ავტორიტარული ქვეყანა ვართ, მაგრამ ეს ავტორიტარიზმი ჩვენ ქვეყანაში საკმაოდ სუსტია და ბევრი მაგალითი არსებობს სოფლიოში, როგორ შეიძლება ასეთი ტიპის მმართველობის სისტემაში მოუგო ხელისუფლებას, დაამარცხო მმართველი გუნდი და ამისთვის უბრალოდ საჭიროა რომ ოპოზიციურ მხარეს გაიმარჯვოს ადეკვატურობა. არა კლოუნადამ, როგორც ეხლა უმეტესწილად, არამედ ადეკვატურობამ, კონკურენცია საჭიროა, სიტყვის თავისუფლება ოპოზიციურ ფლანგზე, დებატები და თუ ეს მოხდება, გაჩნდება შანსი, რომ უფრო მეტი ამორჩეველი და მხარდამჭერი ეყოლება ოპოზიციას, ვიდრე ხელისუფლებას. მადლობა და შემდეგ შეხვედრამდე.